საღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. დღეს მინდა გავშალო თქვენი თხოვნით, კომენტარებში ვკითხულობ ხოლმე თემებს, რასთან დაკავშირებით გავშალო და ჯერ მგონი მესამე პირებთან დაკავშირებით არ მქონია გაშლა და ამიტომ დღეს გვექნება. მოდი ვნახოთ. ჯერ გავიგოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ვინ არის, რას წარმოადგენს. ჩაიფიქრეთ მისი სახელი და გვარი და ვნახოთ ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, ვინ არის ეს პიროვნება, რას წარმოადგენს. მეგობრებო, მოკლედ ეს ადამიანი თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება ვინ არის? საკმაოდ ენერგიული, ცეცხლოვანი ადამიანი, ესეთი ქარიზმატულიც შეიძლება იყოს, ესეთი ენერგიები მომდის, როგორი რეალურად შეიძლება იყოს მიწისტიკის წარმომადგენელი, მაგრამ ძალიან ჭარბობდეს მასში ეს რაღაცა ენერგია და ძალიან დიდი ენერგიის პატრონია. ძალიან დიდი ესეთი ვნებიანი, ცეცხლოვანი, ესეთი მამაკაცია შინაგანად, მაგრამ გარედან საკმაოდ იცით როგორი ესეთი სერიოზული, კონსერვატორი ტიპაჟის შთაბეჭდებას ტოვებს, საკმაოდ სერიოზული, ისედაც საკმაოდ ვფიქრობ, რაღაცნაირად მამის ტიპაჟის მზრუნველი ადამიანია. ფინანსურად საკმაოდ შემდგარი და ესეთი კარიერულად შეიძლება საკმაოდ წარმატებული და ლიდერი პიროვნება იყოს, ესეთი ადამიანია თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და საკმაოდ ისეთი მამაცი. თითქოს ადამიანი, რომელსაც არაფრის ეშინია და რაღაცა თავისი სამართალი აქვს ამ ადამიანს. ესეთი ენერგიები მომდის, რაღაცნაირად თავისი სიმართლე აქვს ყოველთვის. შეიძლება ცოტა ტოქსიკურობაში გადასდიოდეს ეს ხასიათი, იმიტომ რომ თავი ყოველთვის მართალი ეგონოს ამის გამო, მაგრამ ამ პიროვნებას რაღაცა თავისი სამართალი აქვს. რაღაცა ისეთი პიროვნებაა, რომ ესეთი რაღაცა დოგმებით დადგენილი წესებით და ასე შემდეგ კი არ მოქმედებს. ამ ადამიანს აქვს თავისი შედგენილი ყველაფერი, თვითონ ქმნის თავისი ცხოვრების წესებს და არავისი აზრი არ აინტერესებს, თავისი ცხოვრება აქვს, მოკლედ თავისი შეხედულობები, ახლა რეალურად რო ვთქვათ, ყველას ასე გვაქვს, მაგრამ ამ ადამიანს ძალიან ბევრი რეალურად გონია ყველას რომ ესე ვართ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია საზოგადოების აზრზე დამოკიდებული. მაგრამ ეს პიროვნება შინაგანად ძალიან თავისუფალია და არ არის ამ საზოგადოების აზრზე დამოკიდებული და აქვს თავისი წესები. შეიძლება ამ შეიძლება ამის სახში რომ შეხვიდე, თავისი ტრადიციები ქონდეს ამ ადამიანს, რაღაცნაირ ტიპაჟია
თვითონ შექმნა თავისი სამყარო, აი ესეთი ტიპაჟი, ესეთი ენერგიები მომდის. მაგრამ ასევე ვიტყოდი იმას, რომ საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნება. ხო, აი ქრწევარაც ვისაუბრე, იქიდან გამომდინარე მოსალოდნელიც იყო ახლა ეს ყველაფერი, საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნება, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ვერ უგებს ასეთ პიროვნებას და აი როგორია თან ემოციებს ნაკლებად გამოხატავს. აი თითქოს რაღაცნაირად არაფერს არ აძლევს მას აი ეს ემოციების გამოხატვა. საკმაოდ რთული იქნება ასეთი პიროვნების გვერდით ყოფნა და ურთიერთობა. თუმცა ასეთია. ეს გარეგნულად და აი რაღაც ემოციების მხრივ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აი გულში შინაგანად რაიმე ესეთი უემოციოა. ხო ხვდებით, აი გარედან ასეთია, ასეთი ტიპაჟი, მაგრამ შინაგანი ეს ენერგია, ეს ნება, ცეცხლი აქვს ამ პიროვნებას, ესეთია ხო რაღაც. უბრალოდ ჩაკეტილი და ემოციებს გაურბის. აი ესეთი ტიპაჟის ადამიანი ყავს დღეს. ხო. მოდი ახლა ვნახოთ. სხვა დასტით ვნახავ. ჯერ დავიწყოთ თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობა. როგორია ამ წუთას. აი ეს პიროვნება, ახლა ვის თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენი და ამ პიროვნების ურთიერთობა. ამ წუთას რა ეტაპზე ხართ? გაიმეორეთ მისი სახელი და გვარი გულში და ვნახოთ ხმების მეფე ამომივართ. რაიმე ცვივა. თქვენი და თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების ურთიერთობა აი ამ წუთას. ამას ასე ავწევ. რა სიტუაცია გაქვთ ახლა თქვენ და თქვენს პიროვნებას ამ წუთას? სუმაღალი არკანი. მეგობრებო, ზოგადი ფონი თქვენ შორის საკმაოდ იცით როგორია? რაღაცა ციკლის დასასრულია, მაგრამ არის თქვენ შორის მიჯეჭვულობა და ემოციები ისევ. ეს ნამდვილად არის ისევ. ვიტყოდი, რომ ეს ურთიერთობა არ არის დასრულებული, უბრალოდ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას განიცდის და ძალიან დიდი ცვლილებების ზღვარზეა, ან უკვე მოხდა ეს ცვლილებები. არ არის დასრულებული, ვიცახი რომ არის შანსი რომ კიდევ გაგრძელდეს, თორე ამ წუთას შეიძლება მართლაც არ გაქვთ კონტაქტი და არ გაქვთ ურთიერთობა, ან ძალიან მცირე რაოდენობით და ეს ურთიერთობა საკმაოდ აქ არის რაღაცა ფარული ამ ურთიერთობაში, რის გამოც მოხდა აი ესეთი ცვლილებები და მოხდა ეს ტრანსფორმაცია. აი აქ ამ ურთიერთობაში შეიძლება იცი როგორი მომენტი გაქვთ ან თქვენ ან მას, რომ აი მივწერო აი რაღაცა თითქოს გინდათ რაღაცა ახლის დაწყება, მაგრამ
ჯერჯერობით არა, ამის დრო არ არის, თითქოს ჯერჯერობით. კიდევ რა სიტუაცია გაქვთ ურთიერთობაში, აი თქვენ და თქვენს პარტნიორს, ვინც ახლა ჩაიფიქრეთ? მეგობრებო, აქ ახლა შეიძლება ძალიან დროში გაიწელა ეს თქვენი ტრანსფორმაცია, თქვენი ურთიერთობის და ეს ადამიანიც საკმაოდ ნელი აღმოჩნდა ურთიერთობაში, მაგრამ შეიძლება ვიღაცები ძალიან საკმაოდ დიდი ხანია უცდით, აი თვეებია უკვე უცდით ამ პიროვნებას. გრძნობთ რომ მოვა მაინც, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს, იმიტომ რომ ცვლილებებშია თვითონ ეს ადამიანი ძალიან დიდ ტრანსფორმაციაში. თუმცა აქ მიჩვენებს ტარო რაღაცა სახის გადაადგილებას თით ამ ადამიანის მხრიდან. შეიძლება იცით როგორ მოხდა, აი ძალიან მოულოდნელად მოხდა ამ ადამიანის წასვლა. მოულოდნელად წავიდა თავის გზაზე, თითქოს აი ჩაალაგა ბარგი და წავიდა, არც არაფერი აუხსნია, არც არაფერი უთქვამს, გაკვირვებული დაგტოვოთ და მას შემდეგ გრძნობთ რომ მოვა ეს ადამიანი, მაგრამ ჯერჯერობით აი ძალიან ეწელება დრო, ძალიან ნელია ურთიერთობაში, რადგან თვითონ არის ტრანსფორმაციაში ეს პიროვნება, მეგობრებო. კარგი, კიდევ რა სიტუაცია გაქვთ თქვენ ურთიერთობაში? ხო. მაღალი არკანებით ესაუბრება თითქმის ტარო. ხო, ვიტყვი იმას, რომ როგორი სიტუაცია, იცით მეგობრებო? ამ ურთიერთობაში არის ძალიან დიდი მონატრება, ემოცია, იცით როგორი მელანქოლიური რაღაცნაირი, აი ორივეს გაქვთ ეს მომენტი ძალიან და ორივეს გაქვთ ის, რომ აი საკუთარ თავს უბრაზდებით, ეჩხუბებით რაღაც, რომ აღარ გინდა ეს ყველაფერი დაასრულე, მაგრამ გაქვთ რეალურად ეს მომენტები გაქვთ ძალიან. ხო, ეჩხუბებით საკუთარ თავს, რომ მორჩა, დასრულდა, ნუღა გენატრება, აი რაღაცა ეგ მომენტი და ვცდილობთ ხოლმე, რომ სხვა რაღაცაზე გადაერთოთ, აი სამსახურზე, თუნდაც ხო კარიერაზე, რაღაცა ესეთი გადართვები გაქვთ. კარგი. მოდი, ახლა ვიკითხავ. რის გამო მოხდა თქვენი დაშორება? გაშლა დავიწყე მესამე პირებით, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჯერ თქვენი ურთიერთობის ანალიზი უნდა გამიკეთებინა, რომ უფრო სიღრმისეული ყოფილიყო, რა სიტუაციაში ხართ ახლა და მოდი ახლა ვიკითხოთ, რის გამო მოხდა თქვენი დაშორება. ჩაიფიქრეთ კიდევ ერთხელ თქვენი პიროვნება, მისი სახელი და გვარი გაიმეორეთ გულში და ნახოთ. რატომ დაშორდით? რის გამო სუცვივა არკანები? წია გაჩერება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამიცვივდა და ავკრიფე. რის გამო მოხდა თქვენი და თქვენი პიროვნების დაშორება და ურთიერთობის დაპაუზება? და რის გამო მოხდა?
მეგობრებო, აქ იცით რა არის, ამ ადამიანს ქონდა არჩევანი გასაკეთებელი. არჩევანი ქონდა გასაკეთებელი ნამდვილად ამ ადამიანს. აირჩია სიყვარული თუ სტაბილურობა, აი რაღაცა იგივე მომენტი მიჩანს აი აქ და ეს ამ ადამიანის ცხოვრებაში თქვენ რაღაცა იცით როგორი პრიზივით ხართ, აი საჩუქარებით რაღაცნაირად. ვიღაცები შეიძლება ცეცხლის სტიქის წარმომადგენლებიც იყოთ ქალბატონები, თუ არა და ძალიან მის თვალში საკმაოდ ისეთი თავდაჯერებული, თავისუფალი, ისეთი ამაყი, მხიარული, ისეთი ქალბატონები ხართ. და ქალბატონები, რომლებსაც რაღაცა თქვენი სამყარო გაქვთ შექმნილი, როგორც მას თვითონ, რაღაცით გავხართ ის ერთმანეთს. და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მის ცხოვრებაში საკმაოდ ისეთი საჩუქარი ხართ. მაგრამ ამ ადამიანმა ვერ გააკეთა არჩევანი, იმიტომაც არის დაპაუზებული. არ ვიცი რა სტაბილურობასთან ჰქონდა არჩევანი გაკეთებული, ამის გამო თქვენ იცით როგორ იყავით, სულ რაღაცა მონატრებაში, სულ მოლოდინში და ბოლოს ადექით და დაასრულეთ. ან თქვენ დაასრულეთ, ან მან დაასრულა, რადგან იცით როგორი რაღაც მოხდა, თითქოს დაინგრა ყველაფერი, აზრი აღარ ქონდა და აი გადაწყვიტეთ, რომ ამ ნანგრევებში ყოფნა აღარ გინდოდათ და წახვედით. ხო. თუმცა ძალიან დიდი სულიერი ტკივილია ამ ურთიერთობაში, სულიერი სიღარიბეა რაღაცნაირად ამ ადამიანისთვის უფრო მეტად, იმიტომ რომ შეხედეთ, აქაც პენტაკლების მეფე მოგვივიდა როგორც თავში. ხო, და ეს ადამიანი საკმაოდ იცით როგორ არის სულიერად დაცლილი, გაღარიბებული. თითქოს აი თქვენ ეგრე დაგტოვათ და თვითონაც აღარ აძლევს საკუთარ თავისუფლებას, რომ რაიმე სხვა იგრძნოს უკეთესი და თვითონაც აი იგივე მდგომარეობაშია მიხვდით, აი ძალიან ამაღელვებელია ეს ყველაფერი. შეუძლია რომ თქვენ შეგიძლიათ და მასაც რომ აი ყურეთ როგორი არკანია ეს ხუთიანების პენტაკლები, ძალიან ისეთი მრავლისმეტყველი, შიგნით როგორი სითბოა, სიღუნღულე და შეგიძლიათ რომ შეხვიდეთ შიგნით, მაგრამ არც ერთი არ შედიხართ. იმიტომ რომ რადგან ერთი გარეთ არის ყინვაში, იყინება, მეორეც იქ უნდა იყოს. რეალურად არ ხართ ერთად, მაგრამ აი ესე სულების დონეზე გრძნობთ ერთმანეთს და ხვდებით რომ თუ ის არ არის ბედნიერი, არც მე ვიქნები ბედნიერი, რაღაც აი ეგეთი მომენტი მომდის და ეგეთი ენერგია. ხო. კარგი. მოდი. რითიც დავიწყე გაშლა. ზოგადად ვფიქრობ ხოლმე, რომ აი ადამიანი, როდესაც ასეთ ადამიანები, რომლებიც ასე დაკავშირებულები არიან ენერგეტიკულად ერთმანეთთან, ხო? აი იქ მესამე პირის არსებობას, არ არსებობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე ასე ვფიქრობ და მაგრამ მაინც ვიკითხოთ, ხო? რომ თუ ყავს ამ ადამიანს ვინმე მესამე მის ცხოვრებაში, თქვენს გარდა აი მის ცხოვრებაში თუ არის სხვა ქალი, მოდი ესე ვიკითხავ პირდაპირ.
თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში თუ არის კიდევ სხვა ქალი, ვისაც ფიქრობს. მოდი იცით როგორ ვიტყვი? ანუ უყურეთ, ძალიან საოცრად მესაუბრება დღეს ტარო ორი დასტით გავშალე და პირველად ანუ ისე ამოხვედით ხმების დედოფლის პოზიციაში მე მგონი, როგორც მახსოვს. ყოველ შემთხვევაში გეტყვით ახლა, რომ აქ როგორც ასეთი, რომ მიზეზი ყოფილიყო სხვა პიროვნება, სხვა ქალი, ნაკლებად. იმიტომ რომ აქ ამოდიხართ, უყურეთ, ეს არის როგორც ხმების მეფეს ვიძახით ხოლმე, რომ ესეთი წარსული პარტნიორია, აქაც იგივენაირად თქვენ ამოხვედით, მეგობრებო, ქალი, რომლისგანაც წავიდა, ან რომელიც წახვედით მისგან და რომელიც დაასრულა აი ეს ტვირთი, ეს სიმძიმე, რაც გქონდათ ურთიერთობებში. თუმცა აქ კიდე მიჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანს ჰქონდა არჩევანი გასაკეთებელი და ანუ ორივე თქვენგანმა არჩევანი გააკეთეთ საკუთარ თავზე მორგებულად, აი ასე ვიტყოდი. ანუ საკუთარი თავები აირჩიეთ ორივემ ამ ურთიერთობაში, მაგრამ ეს არც ერთს არ გამოგადგათ. ანუ ორივე ძალიან ცუდად გრძნობთ თავს რეალურად. ძალიან დეპრესიული ფონი, ღამის უძილობები. თქვენ თუ არ გაქვთ, მას აუცილებლად აქვს ეს მომენტი, მეგობრებო. როგორც ასეთი შეხედეთ, ეხლა აქ რომ გადავხედე, აქ კი, ანუ უყურე არის შეიძლება ვიღაცა გაელვებასავით ყოფილა მის ცხოვრებაში, აი თქვენგან წასვლის შემდეგ, ხომ, მაგრამ ეს ადამიანი შეხედეთ ყოველთვის თქვენსკენ იყურება. ანუ გვერდით შეიძლება ეხლა აი შეიძლება გქონდეთ ის მომენტიც კიდე, რომ აი ხედავთ ვიღაცასთან ერთად სურათებში, სოციალურ ქსელში, ან გარეთ დაინახეთ ვინმესთან ერთად, მაგრამ რეალურად ეს პიროვნება მაინც თქვენსკენ იყურება. ანუ მისთვის საფიქრებში მხოლოდ მაინც თქვენ ხართ. თუმცა ეს რეალურად შეიძლება მის ცხოვრებაში არსებობდეს ვინმე, თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ აი აქ დიდად ესე გამოკვეთილად არ მიჩანს. აქ მიჩვენებს ტარო ამბავს, როდესაც ვიკითხე მესამე პირებზე, ამბავს მიჩვენებს ტარო, რომ მოხდა თქვენი დაშორება, როგორ მოხდა, რომ არჩევანი ორივემ გააკეთეთ საკუთარი თავები აირჩიეთ და ორივე როგორც ცუდად ხართ, აი ამას მიჩვენებს ტარო. როგორც ასეთი, ესეთი მესამე პირის არსებობა სერიოზული აქ არ ჩანს. მოდი კიდევ ჩავეციები, რის გამო მოხდა თქვენი, არა, ეს ვიკითხე უკვე. თუ გადმოდგამს ეს პიროვნება ნაბიჯებს თქვენსკენ. მოდი ეს ვიკითხოთ. აი ამ წლის ბოლომდე თუ ექნება ამ ადამიანს თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენსკენ ნაბიჯები. მეთოს უმიცილო დღეს ხდება.
ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ ახლა, თუ ექნება აი ამ წლის ბოლომდე თქვენსკენ ნაბიჯები ამ პიროვნებას. მეგობრებო, არ ვიცი. ეს ადამიანი ცოტა როგორც თავში აღნიშნე, საკმაოდ უცნაური პიროვნებაა. კი, მეგობრებო, აი როგორი მომენტია გიცით, რომ აი ეხლა ხომ არის დაპაუზებული თქვენი ურთიერთობა, ახლაც ფიქრობს, რომ აი ამ რაღაცა დასრულებული მდგომარეობიდან გადახვიდეთ ისევ რაღაცა ისეთ სტაბილურობაში, თუნდაც უფრო ოჯახურ სიტუაციებში რაღაცა ასეთი. აი ასეთ ფიქრებში ეს ადამიანი შეიძლება აი როგორც აი ამ თასების მეფე არის აღნიშნული, შეიძლება ესე ღამე ჭიქა დაიდგას ხოლმე და აი ერთ-ორ ჭიქასთან ერთად დალიოს თან და თან ფიქრობს ამ ყველაფერზე ძალიან ბევრს ფიქრობს. კვერთხების მეფე ამოგვივიდა და კვერთხების მეფეც კი ასეთია ამ არკანში, ქმედებებზე ფიქრობს ჯერ, ნუ აქ ისეთი გადაწყვეტით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ადამიანი არის ჯერ ფიქრებში. საკმაოდ დიდი იმედგაცრუება აქვს ამ პიროვნებას ამ სიტუაციის გამო და ალბათ აღარ უნდა, რომ ეს იგივე იგრძნოს. და ამიტომ უყურეთ როგორ ღია აქვს თავისი ფანჯარა. შეიძლება ითქვას, რომ აქეთაც გელოდებათ თქვენ, რომ აი თქვენ იმოქმედოთ რაღაცა თქვენ გადადგათ ნაბიჯები. შეიძლება ისეთი მომენტი აქვს, რომ აი სულ რაღაცა თქვენი მესიჯები აქვს გაშლილი და კითხულობს და ანუ ნუ რაღაცა სულ ასეთ ფიქრებში ეს პიროვნება და აი ამას თვითონ აქვს ღია კარები თქვენსკენ. ხვდებით, ანუ თვითონ გელოდებათ აქეთ და აბა რას იზავს და რას მოიმოქმედებს. თუმცა ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობა ამ ურთიერთობაში ისეთი ბედნიერება და ისეთი მონატრება არის ეხლაც და ისეთი ემოცია არის, რომ აუცილებლად თავიდან დაიწყება რაღაცა ამ ურთიერთობაში, აი აუცილებლად ფიქრობს ამას ეს პიროვნება, რომ აუცილებლად განახლდება რაღაცა ამ ურთიერთობაში, იმიტომ საკმაოდ ისეთი მონატრება აქვს მას და თვითონ იმიტომ ფიქრობს. თუმცა ამჯერად როგორც აღნიშნე წეგან, საკმაოდ ნელია ურთიერთობებში მეგობრებო და ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ეს პიროვნება და ფიქრებში, რომ აი რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს, ხო? აი იცი როგორი რამე აქვს, აი როგორ წარმოაჩინოს თავისი თავი ისე თქვენთან, რომ აი რაღაცა ის სტატუსი არ დაკარგოს და თქვენს თვალში არ გაუფასურდეს. აი ეს აქვს მეგობრებო და ამიტომ აქვს ამდენი ფიქრი ამ პიროვნებას. არ იცის ჯერ როგორ გადმოდგას ნაბიჯები. თუმცა აქეთ თქვენ რომ გადადგათ, ხო ეს კი გელოდება, თუმცა არ გიჩვენებთ მაინც რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს ადამიანი გადმოდგამს საბოლოოდ თქვენსკენ ნაბიჯებს. დიახ, მეგობრებო. წიწუთი. აი უყურეთ. აი იცით როგორი მომენტი და როგორი ენერგიები მომდის, აი ხო, კი, ვინმე სერიოზული და ისეთი არავინ არ ჩანს მის ცხოვრებაში, მაგრამ აი ესე ვიტყვი, რომ ამ ადამიანს თავისუფლების დათმობა არ უნდა. ძალიან ესეთია. აი როგორ გითხრათ, შეხედეთ მეგობრებო. აი გვერდით ვინც უზის იმას ზედა რო ხურებს საერთოდ და აქეთ თქვენ თასების დედოფლის პოზიციაში ამოხვედით, აი თქვენსკენ იყურება სულ, მაგრამ როგორც ასეთი რომ უყურეთ,
მოვიდეს და როგორც იმპერატორი რომ რაღაცა სერიოზული შემოგთავაზოთ, საკმაოდ გაურკვეველია. საკუთარ თავში არაა ჩამოყალიბებული ჯერ ეს პიროვნება ამ მხრივ. ნაბიჯები ექნება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩამოყალიბებული და ისეთი, როგორც თქვენ გინდათ. თუმცა იცის, რომ თუ გადმოდგამს ნაბიჯებს, საკმაოდ დიდი შემოთავაზებით უნდა მოვიდეს. ფიქრობს ამ ყველაფერს, მეგობრებო. ვნახოთ შემდეგში რა იქნება. ამ გადმოსახედიდან ჯერ ამ პოზიციაზეა ეს პიროვნება. დაგემშვიდობებით, მეგობრებო, მე პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 591-16-33-35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. ხო, კიდევ იმასაც დავამატებ, რომ ჩემთან სესიები არ არის მაგიასთან, ჯადოებთან და რაღაცებთან ახლოს. ჩემთან სესიების დროს შეგიძლიათ გამოხვიდეთ იმ გაჩერებული გაყინული მდგომარეობიდან, საიდანაც ვერ გამოდიხართ. მარტო პირად ურთიერთობებს არ ეხება, ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე მაქვს საუბარი და ეს ადამიანის განვითარებისკენ არის უფრო მიზანსწრაფული ჩემი სესიები და არავითარ შემთხვევაში რაღაცა ესეთი ზედმეტებში გადასული, ჯადოებთან დაკავშირებული და მაგიებთან. ანუ ესეთი რაღაცებით არ მოვმართოთ, იმიტომ რომ საერთოდ ახლოსაც არ ვარ ამ საკითხებთან. დაგემშვიდობებით, მეგობრებო, შვიდ და ბედნიერ საღამოს გისურვებთ. დროებით.